საჩხერე პატარა ქალაქი იმერეთში, რომელიც დიდი ისტორიის მატარებელია. ებრაელები საქართველოში ჯერ კიდევ ძველი დროიდან ცხოვრობენ, ხოლო საჩხერეში ისინი შუა საუკუნეებში დასახლდნენ. ერთ დროს აქ მოსახლეობის ნახევარზე მეტი ებრაელები იყვნენ. საუკუნეების განმავლობაში თანაცხოვრობდნენ ქართველები და ებრაელები და შექმნეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა. დღეს საჩხერეში ებრაელები აღარ ცხოვრობენ, თუმცა მათი ისტორია ისევ ცოცხალია. საჩხერეში შემორჩენილი ებრაული რელიგიური თუ ისტორიული ძეგლებით. ამ ვიდეოში გვინდა ვისაუბროთ ორ მნიშვნელოვან ებრაულ მემკვიდრეობაზე. ერთი ეს არის ებრაული სასაფლაო. საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებული სამი ებრაული სასაფლაოდან ყველაზე დიდი სასაფლაო მდებარეობს ქალაქ საჩხერეში, ლესელიძის ქუჩაზე, ისლარის უბანში. როგორც წესი, ებრაულ სასაფლაოებს აქვს ზუსტად მოხაზული საზღვრები. ხანდახან ისინი გამოყოფილია დასახლებული პუნქტიდან, ღობით ან კედლით. ასეთი გამოყოფის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ იუდაიზმში ყველაფერი, რაც უკავშირდება სიკვდილს, რიტუალად უწმინდურადაა მიჩნეული. ამ კონკრეტული სასაფლაოს ტერიტორიაზე არის 1000-ზე მეტი საფლავი. ყველაზე ძველი თარიღდება 1917 წლით, ხოლო ყველაზე ახალი 1994 წლით. ებრაულ სასაფლაოებზე საფლავის ქვები ორი სახის არსებობს: მაცევი და ოხელი. მაცევი ეს არის სხვადასხვა ფორმის საფლავის ქვა, რომელიც ძირითადად ვერტიკალურადაა წარმოდგენილი. საქართველოში მაცევების უმრავლესობა ჰორიზონტალურია. ასევე დიდი ინტერესს იწვევს სასაფლაოებზე გამოსახული მრავალფეროვანი ორნამენტები, ვეფხვი, დავითის ვარსკვლავი და ყურძენი. ებრაელების საფლავებზე გამოსახული ორნამენტები მდიდარი კულტურული და რელიგიური მნიშვნელობისაა. დავითის ვარსკვლავი. ევსქიმიანი ვარსკვლავი არის იუდაიზმის ყველაზე გავრცელებული სიმბოლო და ებრაელი ხალხის იდენტობის ნიშანი. საფლავებზე ის აჩვენებს გარდაცვლილის ებრაულ წარმომავლობას. ყურძენი სიმბოლურად გამოხატავს სიუხვეს, ნაყოფიერებას და კეთილდღეობას. ასევე უკავშირდება ისრაელს, როგორც რძითა და თაფლით დადენილ მიწას. ყურძენი ხშირად გვხვდება ტორაში და ებრაულ ტრადიციებში. ვეფხვი ლომი, როგორც წესი, ლომის გამოსახულებები უფრო გავრცელებულია ვიდრე ვეფხვის. ლომი იუდას ტომის სიმბოლოა და უკავშირდება მეფე დავითს. ის გამოხატავს სიძლიერეს, მეფურ ღირსებას და ლიდერობას. საჩხერეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია საჩხერის სინაგოგა. სხვა დასახლებებისგან განსხვავებით, ებრაელები საჩხერეში სხვადასხვა უბნად ცხოვრობდნენ. აქედან გამომდინარე, ყველა უბანში თავისი სალოცავი ჰქონდათ. საჩხერეში მე-19 საუკუნის 60-იან წლებში 80 კომლი ებრაელი ცხოვრობდა და უკვე 4 სალოცავი ჰქონდათ. 1980-იან წლამდე ჯერ კიდევ მოქმედებდა ებრაელთა ორი სალოცავი, სინაგოგა, ერთი საბჭოს ქუჩაზე, მეორე სინაგოგა რკინიგზის სადგურთან, მესამე ეგრეთ წოდებული ზემოურის ლოცვა 1980-იან წლებში გადააკეთეს სპორტდარბაზად. საჩხერის სინაგოგებიდან შემორჩა ერთ-ერთი საგვარეულო სახელი, შათაშვილის ლოცვა, რომელიც აიგო 1914 წელს. საჩხერეში ეს სინაგოგა აღდგენილი იქნა 2012 წელს, რომელიც 1991 წელს დაზიანდა ძლიერი მიწისძვრის შედეგად. საჩხერეში ეს სინაგოგა ინახავს ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს. სინაგოგა ამჟამად არ ფუნქციონირებს, მაგრამ გაზაფხულზე, როდესაც ისრაელიდან ჩამოდიან ქართველი ებრაელები, მაშინ გაისმის ლოცვის ხმა. სინაგოგის კედელზე დამაგრებული მემორიალური დაფა გვამცნობს, რომ საჩხერელ ებრაელებს აღუდგენიათ და რესტავრაცია ჩაუტარებიათ შენობისათვის. შენობისათვის სალოცავი რესტავრირებული და აღდგენილი იქნა რაბი შამუელ ფანიკაშვილის ინიციატივით, მოშე კიკოზაშვილის სულის საპატივცემულოდ. სინაგოგა და სასაფლაო ერთად ქმნის უნიკალურ მემკვიდრეობას, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ისინი გვახსენებენ, რომ საქართველო ყოველთვის იყო ტოლერანტობისა და თანაცხოვრობის მაგალითი. ამ ადგილების დაცვა და შენარჩუნება ჩვენი პასუხისმგებლობაა, რადგან სწორედ ასე ურთქილდებით ჩვენ ისტორიას და იდენტობას.